ეხლა ჩვენ ახალი თემა დღეს უნდა ვისაუბროთ, ეს არის ჩვენთვის უსაყვარლეს, ჩვენთვის უძვირფასეს და ალბათ აი ანალოგი რო არ აყავს ისეთი ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი. ერთადერთი კაცი დედამიწის ზურგზე, ვისაც ქართველებმა ჩვენ აღმაშენებელი უწოდეთ. დააკვირდით სიტყვა, რომელიც აღაშენებს. მეცნიერები წერენ ასეთ რაღაცას, რომ აღშენებლობა მარტო ციხესიმაგრეების, სახლების, ტაძრების და თუნდაც ქალაქების და სოფლების მშენებლობას არ უკავშირდება. ყველაზე მთავარი აღშენებლობა დავით აღმაშენებლისა უკავშირდება იმას, რომ ქართველები ვიყავით ცოტა ამ ეპოქაში. ქართველების სიმცირე იყო. ქართველები აღარ ვიყავით, შეიძლება იცოდეთ. აი ძალიან გავს ის ეპოქა, დავით აღმაშენებელი რომ მოვიდა სათავეში, მეფეთ რო აკურთხა და ეს ეპოქა დღეს რო ვართ. რაღაცით ძალიან გავს ერთმანეთს. ეხლა მე გეტყვით, რა იყო დასაბამი იმისა, როდის გამეფდა დავითი საქართველოში. აი, ძალიან უშჯულოება იყო ქართველებსა ზედა. ესე იგი, ურწმუნოდ უაღრესი უწმინდურობით და უზნეობით ცხოვრობდა საქართველო ამ დროს. როგორც ჩემო ძვირფასებო, ქართველები, ადამიანები ზოგადად მოვწყდებით ღმერთს, მაშინვე მოდის განსაცდელი ღვთიდან. განსაცდელი რას ნიშნავს, ჩემო ტკბილებო? იმას ნიშნავს, რომ ან ესე იგი მოსავალი აღარ მოვა, ან მტერი შემოგვესევა, ან გაწყდება რაღაცა ჩვენი პანდემია გაჩნდება, არა. ეს ჩემო ძვირფასებო, არ გეგონოთ, რომ შემთხვევით არის. უფალმა იცი რა უთხრა ნატალია ბოკუჩავას, შენს თავზეო ლამაზი თმები რო გაქვს, ყოველი ღერით მაქვს დათვლილი. ხო და ჩემი ნების გარეშეო ნატალიაო უთხრა, ერთი ღერითმა არ დაგცვიდებაო. აუ ნახე რა მაგარი რამე გააკეთა მარიამ იაკობიძემ. აი თქვენი ყურადღება ნახეთ, წავიდა ეზოში, დაჯდა ლამაზად და როგორი საყვარელი, ესე იგი გარემო მოიწყო სამშობლოს ცოდნეობის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მარიამ ყოჩახ ჩემო საყვარელო. საერთოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ეს უფრო პედაგოგებს ეხებათ, თქვენ კონკრეტულად არ გეხებათ. პედაგოგებმა ზოგადად უნდა ისწავლონ, რომ ზოგჯერ ბავშვებს შეუცვალონ გარემო, აი რაღაცა თუნდაც სხვა ოთახში გადაიყვანონ. შეიძლება აი სიტყვაზე ქიმიის ოთახია. რა უნდა ეხა ქიმიის ოთახში მე 4 კლასს, მაგრამ ამას არა აქვს, იმათთვის იქ რო არ ყოფილან. ის ოთახი არის რაღაცა საიდუმლოებებში შებურული და რაღაც მნიშვნელოვანი, ხო და ეს ძალიან ლექსომას ჩვენ ბოლო ორი გაკვეთილი სკოლის ეზოში ჩვენი უსაყვარლესი. აი მე ისეთ კარგი სურათები გვაქვს, ჩაიქ ჩავატარეთ და სხვათა შორის შოვლები გვესწრებიან ხოლმე, რო იცი რომ იქ უნდა ვიყოთ. მოდი ამ შოვლები და გვესწრებიან. გადასარე, აი გამარჯობა ჩემო საყვარელო. მოკლედ ჩემო ვიფასებ. კარგად ჩემო ლამაზო, გენაცვალე. ჩართე ოღონდ აგინახოთ გოგო. აბა ჩართეთ ახლა ყველამ. აი ესე, აღარ გამორთოთ არავინ კადრი. აი ესე, ყველამ ჩართეთ. ლამაზები ჩემთან და თუ ლამაზები არ ახართ, არ ჩართოთ, კი ბატონო. ლამაზებმა ჩართეთ და. ხო, მოკლედ, ესე იგი, ახლა ნახეთ ჩემო ძვირფასებო. დავით აღმაშენებლის ეპოქის წინ მოხდა საშინელი მიწისძვრა, რომლის ანალოგი თურმე საქართველოს ისტორიამ არ იცის და ამ მიწისძვრამ ერთიანად გაანადგურა ციხესიმაგრეები, ეკლესიები, რა თქმა უნდა, სახლებს რაღაც უზავდა და თქვენ წარმოიდგინეთ, რა აღმაშფოთებელი ინფორმაცია წერია, ქვევრებიც კი ამოყარა მიწიდანო. წარმოიდგინეთ, რა მხელა სასჯელი, ანუ ესე იგი, აღარც ქვევრში არაფერი ქონდათ, აღარც დასახმარებელი სახლი არ ქონდათ, აი რო იტყვიან, გაწყდა საქართველო წელში და ქართლის ცხოვრება წერს და ამ დროს ყველაზე მძიმე ჟამს იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა. თვით დავით მეფის 329 მან მეფობამ დავითისმან დავითო. ახლა უყურეთ,
გადვათვლილია აქ ციფრი, რომ 79-ია დავითიდან მოყოლებული და სახელი მისი დავით. აქ ძალიან დიდი საიდუმლოა. ეს საიდუმლო უნდა აგიხსნათ პირველ რიგში. იმიტომ რომ ეს საიდუმლო საქართველოში ბევრმა არ იცის. საქმე იმაშია, რომ თავიდან აი ჩვენ გავიარეთ ეგ კურსი, მარტო იყო წინასწარმეტყველები. წინასწარმეტყველები იყვნენ მორწმუნე სამღვდელო ხალხი, რომელიც გამორჩეულნი იყვნენ თავისი თავდადებული მოშურნეობით და ღმერთი აძლევდა ნიჭს ადამიანს, რომ ღმერთთანაც ელაპარაკა და ღმერთის ამბავი ადამიანებთან მიეტანა. ადამიანების ამბავი კი ღმერთთან. ჩვენ ასეთი უამრავი წინასწარმეტყველი გავიარეთ დღეს. როგორიც არის მაგალითად მამა აბრაამი დიდი წინასწარმეტყველი, ადამი თვითონ უდიდესი წინასწარმეტყველი, როგორიც არის იაკობ წინასწარმეტყველი, გავიარეთ სოლომონ დიდი მეფე და ასე შემდეგ და გახსოვთ ეხლა ერთი რაღაცა მოხდა, რომ სამუელ წინასწარმეტყველს ეუბნება ხალხი. რომ კარგიაო ამ წინასწარმეტყველებს რო გვიგზავნიო, მაგრამ შენ ღმერთს უთხარიო თუ შეიძლებაო, რომ ეს მაინც სასულიერო ხელმძღვანელობაო. ხო და სამეფო ხელმძღვანელობაც, ანუ ერის ხელმძღვანელოიც დაგვინიშნოს, ანუ მეფეცო. სამუელმა უთხრა გადავცემო ღმერთს. ღმერთთან წარადგინა სამუელმა ეს წინადადება და ღმერთი დათანხმდა ამას და გადაწყვიტა, რომ მარტო სასულიერო, ან მარტო პატრიარქები კი არ ყოლოდა, უკვე ყოლოდა ქვეყანას თავისი ხელისუფალი მართველი ერის მეფე, ქვეყნის მეფე, სახელმწიფოს მეფე. და ოღონდ ამას ეს ზეცამ უნდა გადაწყვეტა, ანუ ზეცამ უფალმა. ესე კი არ არის, ვიღაცა მოიყვანოთ ეხლა და მეფე დავზვათ, ასე კი არ არის, იმას კურთხევა ზეციდან უნდა გქონდეს, იმის გვარს, იმის ჯიშს, იმის მოდგმას, ეს არის საგანგებო კურთხევა. ხო და ეხლა უყურეთ რა მოხდა. ამიტომ სამუელ წინასწარმეტყველს აკურთხებს, წახვალ ეხლა შენო და ეს მეფობის კურთხევა დაიწყება იესეს სახლიდანო. ვინმე იესე იყო ასეთი, რომელსაც ყავდა 5 ვაჟი. წამოვიდა სამუელი, იცის რომ მეფეთ უნდა აკურთხოს იესეს ერთ-ერთი ვაჟი. შევა იესეს სახლში და ეტყვის, რომ აბაო, შენდეო გავიგე კაი შვილები ყავსო, ბიჭებია, აბა მათ ჩვენ ერთი რა ბიჭებიო და თან ეხლა მირონი გამზადებული აქვს. ღმერთმა გააფრთხილა, როგორც გადაასხი მირონიო და უკენ აკურთხი იქნება, ესე იგი მეფეთ. და მართლაც გამოიყვანა უფროსი ვაჟი. აუ, შეხედავ სასწაული ბიჭი რა, აი სამეფო. იტყვა ამაზე უკეთეს მეფე და ეს არისო, რა თქმა უნდაო და უნდა დაასხას მირონი და უფალი ეუნება ჩემო მარიამ ძვირფასო, რომ ეგ არ არის, ნუ ჩქარო. სამუელ, რატო ჩქარო? ეგ არ არის. გაუკვირდება. ხო და ეტყვის, რომ იესეს ეტყვის, შენ სხვა ბიჭიც გეყოლებაო. საიდან იცით ბატონო, კი მყავსო, გამოუყვანა მეორე ბიჭი, ისაც ანალოგიურად ლამაზი, შეხედო, ალბათ ეს არისო. უნდა გადაასხას და მოკლედ ეტყვის, არ არის ეგაო, ნუ ჩქარო. და ასე მოხდა 4-ჯერ, რო არ გავაგრძელო სიტყვა და სხვა არავინ ყავსო კიდე ეუნება. ახლა სამუელმა იცის, რომ ღმერთი არ შეცდება. არაო, ისეთი არავინო, თუმცა ერთი შვილი კი მყავსო, მეხუთეო, მაგრამო ისო პატარაო, შეუხედავიო, სუსტიო, იმას ვარც ვაჩენო რა. ხო და წყემსათ ამყავს გაგზავნილიო იქ ცხოვრებშიო და თაში დადის მარტო და იქ ცხოვრებს და ძროხებს დასდევს. წადი ეხლავე აქ მომიყვანე უთხრა. დავიდა მოუყვანეს მართლად ეს პატარა ბიჭი, იმ ძმებთან შეხედულიც არ არის, გამოსაჩენიც არ არის. ხო და ღმერთი ეტყვის, დაასხი მირონიო. და დაასხავს მირონს და ასე ხდება დავით მეფე, პირველი მეფე კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც ღმერთმა აკურთხა იესეს ოჯახიდან. და ჩვენ ქართველი ბაგრატიონები იესენანა ვართ გადათვლილნი, ანუ იესიანებს გვეძახიან ქართველ ბაგრატიონებს და
აქ როცა ლაპარაკია დავით აღმაშენებელზე ქართლის ცხოვრებაში, რომ დავითიდან 79 მეფე ეს არის იმ პირველი რო დაასხა დავით მეფსალმუნე, ვინც ფსალმუნები დაგვიწერა ყველაზე დიდი მეფე, იქიდან თურმე ქართველებს გადანათვალი გვაქვს და ბაგრატიონების ჯიშიდან 79-ია დავითიდან ჩვენი დავით აღმაშენებელი. მიხვდით? ანუ ზეციური კურთხევა აქვს ჩვენ დავით აღმაშენებელს. ეხლა ბოლოს ბარემ ერთსაც ვიტყვი, შემოძვიფასებო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამე უნდა გითხრათ ეხლა. ეს ჩემით არ არის მოგონილი, ეს ძალიან ცნობილი ამბავია და ვისაც ეჭვი შეეპარება, მე ქადაგებებს გადაუგზავნი ეპისკოპოსების, ჩვენი საყვარელი დიდი ეპისკოპოსების, მებრძოლი ეპისკოპოსების, რომლებიც პირდაპირ ასე ამბობენ, რომ დღეს თელს დედამიწის ზურგზე ყველა შტო მეფობისა დასრულებულია. ერთადერთი სამეფო შტოღა დარჩა. ეს არის ქართველი ბაგრატიონები. ანუ წესით ზეციური კურთხევით ნამდვილ მეფეთ კურთხევა მარტო ქართველებს შეგვიძლია. აი ასეთი დიდი სასწაული და ასეთი დიდი შეიძლება ითქვას წყალობა მიიღო საქართველომ და მეორენაირად რომ გითხრათ, შემოძვიფასებო, მე სხვანაირი სიტყვით რომ გითხრათ, საქართველო არის უფლის სატახტო ქვეყანა. ანუ ღმერთმა სხვა მადლთან ერთად ის რომ კვართი ჩაგვაბარა, ის რომ დედაღვთისმშობელს მიგვაბარა, ის რომ აქედან მოდის სამშობლოა ღვინის, ქვევრის, პურის და ასე შემდეგ, ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ჩაგვაბარა ესე იგი ქრისტე ღმერთის ტახტი, ანუ ღმერთის სატახტოა ჩვენი სამშობლო. აი ასეთი მნიშვნელოვანია და ამ მეფეთა შორის ყველაზე გამორჩეული დავით აღმაშენებელი. ახლა რითი მიაღწია ამ მეფემ? როგორც გითხარით, დავით აღმაშენებელი რომ მეფედ აირჩიეს, თითქმის ქართველი აღარ ცხოვრობდა საქართველოში, ყველა მხრიდან მტერი იყო შემოსეული, დაპყრობილი იყო დედაქალაქი, დასავლეთ საქართველო მთლიანად მტრის ხელში იყო, აღმოსავლეთ საქართველო მტრის ხელში დაკუცმაცებული, გაუბედურებული და ყველა მხარეს განსაკუთრებული მტერი თურქეთი იყო შემოსული და შემოსეული და ალყაში იყო საქართველო და დიდი ესე იგი თურქეთის ბრძანებელს, სპარსეთის ოსმალეთის ბრძანებელს ქართველი მეფე უხდიდა ხარკს. ხარკი იცი რა არის? აი ქვეყანა რო ქვეყანას დაიპყრობს, ასე ეტყვის, თუ გინდა რომ არ დავერიო ეხლა ჩემი ჯარით შენ მოსახლეობას და გავაცამტვერო და დავხოცო და ყველები წამოვიყვანო, შენ გადამიხდი თვეში $2 მილიონ ან 5 მილიარდ ევროს ან 7 ტრილიონ ლარს და ასე შემდეგ. ან ამდენ ცხენს, ამდენ ცხვარს, ამდენ ჯარს, ეს არის ხარკი. არ გადამიხდი, მე შემოვდივარ ჯარით და გავაწიოგე. ანუ იმასაც აწყობდა, ნახე, ჯარში ხო მაინც ხალხი ეხოცება. ანუ უბრძოლველად ყოველ თვე იქნება თუ წელიწადი იღებს ამ დიდ სარგებელს. აი ეს არის ხარკი. და დახარკულია საქართველო ყველა მხრიდან და პირველი ასე ამბობენ, ესე იგი დავით აღმაშენებელმა ეგრევე ბრძოლები არ დაიწყო, ჯერ დაიწყო ქვეყნის გაძლიერება. თავი ხო უნდა კონდეს ბრძოლის რო იბრძოლო, ხო უნდა მოაწესრიგო ქვეყანა, საბრძოლველად ხო უნდა მოემზადო, თორე დაწყებას რა აზრი აქვს თუ ვერ მოიგე, ცარიელი ბრძოლები, ხალხი გაგეჟლიტება და დავით აღმაშენებელი ყველა ბრძოლაში ესე იგი ქართველებს უფრთხილდებოდა. ყველა ქართველი მისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. და იმდენად შეამყარა დარჩენილ ქართველებს, გაღატაკებულ ქართველებს სამშობლო, რომ მაშინ დაწესდა, რომ დავით მეფის სიყვარულით, ქვეყნის სამშობლოს სიყვარულით ყველა ოჯახში მრავალი შვილი ყოფილიყო. 10, 20 და მეტი შვილი გაეზარდა სამშობლო. დღეს ეხლა იმ დღეს იცით რომ ერთ გაკვეთილზე ერთი ლამაზი მაგარი გოგო მყავს, ნანიკო ქვია და ნანიკო სამყარელო რაღაცა, შენ ამდენი შვილი გინდა მეთქი, შენ სამშობლოს გაუზარდო. მე მაგაზე ვიფიქრეო მასწავლებელი და ერთიო მითხრა. რატომ მეთქი ნანიკო? რატომ მასწავლებელი და მინდა რომ კარგად აღზარდო, აი ქართულათო, თქვენ რომ მასწავლით ისეო.
ნანიკო, ჩემო საყვარელო, მე ვეუნები, რაც არ უნდა ეცადო, ერთი შვილი თუ გეყოლება, მასეთად ვერ გაზდი მეთქი. რატო გაუკვირდა? იმიტომ მეთქი, რომ ერთი შვილი, რომელმაც არც დაიცის, არც ძმა იცის, ყოველთვის განებივრებული გამოდის დედმამისგან. აი, ყოველთვის მიჩვეულია, ყველა სურვილი უნდა შეუსრულონ. იქ არავინ არ აყავს მოწინააღმდეგე, რომ იტყვიან, რომ დაუთმოს, რაღაცა ისწავლოს, თამაში ერთმანეთთან, რაღაცაში ისწავლოს თავისი მსხვერპლის გაღება, რომ სხვა გააბედნიეროს და ასე შემდეგ. შენ პირიქით მეთქი, თუ გინდა, რომ კარგი შვილები, ზნეობრივები, თუ გინდა, რომ სამშობლოს მოყვარულები, ბევრი უნდა გყავდეს მეთქი და მე ამაზე მე მთელი გაკვეთილი ჩავატარე და გაკვეთილის მერე მოვიდა ცრემლიანი ნანიკო და მეუნება, მასწავლებელო, მეო გადაწყვეტილება შევიცვალეო. მე კი აღარ მახსოვდა რა გადაწყვეტილება იყო. რა გადაწყვეტილება მეთქი ქრისტიანობაზე ხო არ ამბობს, გული გამიჩერდა, რა შეიცვალე ნანიკო? არაო, მეო გადავწყვეტა 12 შვილი მყავდესო. და მე გამახსენდა და ჩავიყუტე და თვალები დაუკუცნი, აი ესეთი, აი ნანიკო მყავს და მე თქვენს გაგაცნობ. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, პირველი რაც დაიწყო დავით აღმაშენებელმა, დაიწყო ეკლესიის გაწმენდა. ნახეთ, რისგან ისმის შეკითხვა, რისგან და უღირსი ადამიანებისგან. აი, რა არის უღირსი? იესო ქრისტეს ღმერთს ჩვენი გული სჭირდება. როცა გული სუფთა, კამკამა ღმერთს ესეთი გული უნდა. მაგრამ უყურეთ, ზოგჯერ ადამიანი გარეგნულად თვითონ კარგად იქცევა, გულში ცუც ფიქრობს. ეკლესიაში დადის პირჯვარს ესე ისახავს, ლამაზად. მაგრამ იქ შეიძლება მოვიდეს და ცოლს სუდად მოექცეს, უძდელური სიტყვა აკადროს. იქ ვიღაცა შეიძლება ფული გამოძალოს, ვიღაცას დაამციროს, ვიღაცა დაჩაგროს. ასეთ ღმერთი აფასებს ადამიანის შინაგანი მდგომარეობით. მიხვდით? ხო და ჩემო ძვირფასებო, ამიტომ სასულიერო პირებს, რომელსაც ჰქონდათ ბიცი, ანუ ჭუჭყი, ანუ გულმართლები არ იყვნენ, ყველა დასაჯა. და პირველ რიგში ეკლესიის სიწმინდა წამოწია. ამით ავტორიტეტი ამაღლდა ეკლესიის, ნახეთ? აი ახლა უყურეთ, დააკვირდით დღეს როგორი ტენდენცია საქართველოში. ვიღაცას მოძებნიან, რომც არაფერი კონდეს ცუდი გაკეთებული. ტელევიზიებში მოუჩხმახავენ, რაღაცას მოუგონებენ და აწყობენ გადაცემათა სერიალს. აბა ამ მღვდელმა მანქანა იყიდა, აი მიცა მილიონი, ამან იქ ვენახი მოხნა, რაღაცა ამან იქ ეს გააკეთა, ამან ის და ამით იცით რას აკეთებენ? პროპაგანდას. ნახე როგორი მოწყურები ყავს, ესე იგი არაწმინდა. და ამით ეკლესიას ავტორიტეტს უდაბლებენ. აი დღევანდელი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს არის უცხოური პროპაგანდა, ამაში მილიონობით ფული იხდება, რომ ჩვენ ამ პიარით, აი ცუდი პიარით, რო იტყვიან, ესე იგი დაგვიკარგონ ეკლესიაზე ჩვენ ავტორიტეტი და ნელ-ნელა ჩვენ და უნებურად დავშორდეს ეკლესია. აი, ხახი მე რას იძახის, იცი? აბა ამას ჩავაბარო ახსარება. განაიძახის, მოდი კაი მღვდელი მაინც მოვძებნო. აი ესეთი სუსტია ადამიანი. და ამით სარგებლობს ჩვენი მტერი და რა თქმა უნდა შედეგებიც აქვს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, გაწმინდა ეკლესია და იცით ერთი მნიშვნელოვანი რა გააკეთა. სახელმწიფო მინისტრად, აი ჩვენი მდგომარეობიდან რო ახსნა, ეკლესიის მოძღვარი დააყენა. წმინდა კაცი, რომელსაც თავისი ოჯახი არ ჰქონდა, იყო ეპისკოპოსი გიორგი ჭყონდიდელი და სახელმწიფო მინისტრად რას ნიშნავს? მის გარეშე არც ერთი საკითხი არ გადაწყდებოდა ქვეყანაში. და თან თვითონ ახსარებას დავით აღმაშენებელი აბარებდა გიორგი ჭყონდიდელს. ნახე რა საოცრება მოხდა. ერი და ბერი გაერთიანდა სიწმინდეში, ქრისტეში, სისუფთავეში. ხო და დაიწყო უკვე ნელ-ნელა აღმშენებლობითი პროცესი. მეორე საოცრება რაც გააკეთა, იფიქრა, ეხლა ომები ძალიან ბევრი ქონდა გადასახდელი დავითს, მაგრამ ქართველები ომებში დასაღუპად ეცოდებოდა, იმიტომ რომ ცოტანი ვიყავით. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამრავლება იყო ქართველების და ხარისხი სულიერი აი სიწმინდისა და
ამიტომ ასეთი პოლიტიკური ხერხი გამოიყენა. მთიდან ყივჩაღები ჩამოასახლა 40,000 ოჯახი და ამ ოჯახებს შეუწყვიტა ყველანაირი გადასახადი, შეუფქნა კარგი საცხოვრებელი პირობები, მისცა მიწები, მისცა ყველაფერი საშუალება, რომ ტკბილად და კარგად ეცხოვრათ, ოღონდ თითო ოჯახს თითო მებრძოლი უნდა წარედგინა ქვეყნისთვის. და ასე შექმნა 40,000-იანი ქართული ჯარი. ეხლა უყურეთ ნანომასწავლებელო, რა მოიფიქრა. ომებში, რა თქმა უნდა, პირველ ხაზზე ქართველებს უშვებდა, მაგრამ ძირითადი ჯარი ყავდა ყივჩაღებისგან შექმნილი. ანუ ქართველების სიცოცხლეს უფრთხილდებოდა. და ასე მომრავლდა ქართული საზოგადოება, ქართველი გლეხი, ქართველი აზნაური, ქართველი თავადი მოძლიერდა და დაიწყო დიდი აღმოშენებლობითი პროცესი და როგორცვე ერი მოაძლიერა, შეუწყვიტა ხარკი მტერს, ანუ აღარ მისცა ის გადასახადი და ეს უკვე ომის გამოცხადებას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, მტერს არ მოეწონა ეს ფაქტი, დაემუქრნენ, ამან დამუქრება არაფრად მიიღო, გაწმინდა ერთი ციხე, ანუ მტერი განდევნა, მეორე ჯარით გაწმინდა მეორე ციხე და დაიწყო ასე ნელ-ნელა პატარა ციხეების გაწმენდა და შემომტკიცება. და აი ასე წარმატებული, ესე იგი, პოლიტიკური ვითარების შემდეგ მტერი უკვე შეითქვა ერთად დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ და გადაწყვიტა, რომ მთელი ჯარებით გაერთიანებული თურქ-სელჯუკების ჯარებით მთლიანად საქართველო გადაელეკათ და გაესწორებინათ პირისაგან მიწისა. იმიტომ რომ დავითი უკვე სერიოზულად მოძლიერდა და დაინიშნა გადამწყვეტი ბრძოლა დიდგორის ველზე. ასე წერია მემატიანეში, რომ რამოდენიმე წელი სწავლობდა ბრძენი მეფე დიდგორის ადგილმდებარეობას, მის ხევებს, მის ჩასასვლელებს, მის გეოგრაფიულ მდგომარეობებს და მსოფლიო ისტორიაში მინდა გითხრათ, რომ დიდგორის ომი შესულია როგორც სტრატეგიაში, როგორც ესე იგი გონება მახვილობის და როგორც თავდადების უნიკალური ომი. აი ერთ-ერთი ალბათ მსოფლიოში ყველაზე მაგარი. აი ამ დონეზეა შეფასებული და მოკლედ ესე იგი მოხდა ასეთი, ესე იგი შეიძლება ითქვას აქამდე არ გაგონილი ფაქტი, 600,000-იანი მაგრად შეიარაღებული ჯარი წამოვიდა ჩვენი საქართველოს სრულად გასანადგურებლად. 600,000 თქვენ ხვდებით 9,000,000-ზე მეტია და ამხელა ჯარი საქართველოში არ შემოსულა. ეხლა რა გააკეთა? დავითმა სულ მოაგროვა 65,000-იანი ჯარი. ოღონდ ამბობდა, რომ ამაზე მეტი არ მჭირდებაო. იყო მშვიდად, იყო ლოცვით, იყო წირვით და ახსარება ზიარებით და ამიტომ იყო მტკიცე შინაგანად. ესე იგი ეს დიდგორის ომი რამოდენიმე ხეობას შეიცავს. 4 ხეობა იქიდან მოდის, 1 ხეობა უკნიდან. ერი, როცა საბრძოლოდ დადგნენ ქართული ჯარი და თურქ-სელჯუკები, 5-ვე ხეობა გადავსებული იყო ჯარით. 4 ხეობა მთლიანად მტრის ჯარით იყო გადავსებული და თურმე თვალს დასასრული არ უჩანდა. ხო და ქართველები ერთ მუჭად ჩანდნენ მტრების თვალიდან, ერთ პატარა ხეობაში ამოსულები და სოფელ ნიჩბისიდან, აი სადაც ჩვენი გივი მასწავლებლის სოფელი არის და ჩვენი მამა ზაქარიას, ესე იგი, სამოღვაწეო ადგილი ძექვთან ერთად. აი ის არის ნიჩბისი. ანუ ნიჩბისიდან აიყვანა ხეობაში დავით აღმაშენებელმა ჯარი და ბოლოს მოხდა სასწაული. ნიჩბისის უკან წასასვლელი გზა გადააკეტინა, რომ უკან ვერც ერთი ქართველი ვეღარ გავიდოდა. მაგრამ ეგ ჯერ ხალხმა არ იცის. ახლა დადგა რის ჯარი, საქართველოს ჯარი და ელოდებიან დროს, იმიტომ რომ ნიშანია იმ დროს უნდა დაიწყოს ომი. ასე იყო რა, შეთანხმდებოდნენ, შეთანხმდებოდნენ და აი დათქმულ დროს ამ ველზე, სადაც შეთანხმებოდნენ, იქ უნდა შეტაკება დაწყებულიყო. ჯერ შეტაკებამდე პატარა დრო კიდე იყო. და ერმა ასეთი რამე მოიფიქრა, რომ მაინც ქართველები კაი მებრძოლები არიანო და რო არ დავკარგოთ ბევრი ხალხიო, მოდიო, ისეთი რამე გავაკეთოთო,
რომ შიშისგან დაყარონ იარაღია და გაიქცნენ უკან და დაგვნებდნენ. რა გავაკეთოთ მასეთიო? რა გავაკეთოდო და 600,000 ხო ვართო? 600,000-ვემ ხმლები დავარტყათ ფარსო, დიდი ძალითო. და წარმოიდგინეთ 600,000 ადამიანი რო ესე დაარტყავდა 4 ხეობიდან ეს ხმა წამოვიდოდა ამ ჩვენ ერთ ხეობაში. ანუ ეკოთი წამოვიდოდა. მართლა ზუსტად გათვალეს. ჩვენმა ტრის რაზმად დაიწყეს ხმაური და ასე წერია მემატიანეში, თავზარდამცემი შიშის ზარი დაეცა იმ ერთ ხეობას, სადაც ქართველები ესე ზანზარებდა თურმე ყველაფერი. ეს იყო საშინელი სანახავი და რა თქმა უნდა, ბევრი შეშინდნენ კიდეს. და აი ამ დროს დავითმა მიხვდა, რომ ასე ბრძოლას წააგებდა და ძალიან ხმამაღლა, ძალიან ვაშკაცურად, ძალიან შინაგანად, აი საღვთოდ ასეთი ისტორიული საბრძოლო სიტყვა თქვა. ეჰა! მეომარნო ქრისტესანო! თუ ჩვენ ქრისტეს ჯულის დასაცავად ვაშკაცურად ვიბრძოლებთ, არათუ ტრის ურიცხვ მიმდევართა, ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც იოლად დავამარცხებთ. ნახეთ რა უთხრა. ის კი არ უთხრა, აბა ქართველებო მომყევით, ეს ძალიან მარტივი იქნებოდა. ნახე რა უთხრა. ეჰა, მეომარნო ქრისტესანო. აი შენ წარმოიდგინე, ლუკა ქორიძე რო ბრძოლაში ყოფილიყო, ნახე რა უთხრა თავისმა საყვარელმა, შენ ხარ ქრისტეს მეომარიო. და ლუკას რა მოუვიდოდა იცი ამ სიტყვაზე. ეგონა რომ სამშობლოსთვის გავიდა საბრძოლველად და მეფემ უთხრა, შენ სამშობლოს მარტო მებრძოლი კი არა ხარ და მეომარი, შენ ხარ ქრისტეს მხედარი. და ლუკა ასე გასწორდა მხრებში და ორმაგი და 10მაგი ძალა მიიღო. იმიტომ რომ ის წავიდა არა მარტო საქართველოს ომის მოსაგებად, ქრისტეს სიყვარულით დასაცავად, ჯულის დასაცავად, ქრისტიანობის სიყვარულით და ქრისტე ღმერთის სიყვარულით ვინც იომებ, იმას ხო რა თქმა უნდა არაფრის არ ეშინია და ბოლოს განუცხადა. ეხლაო, ხო ხედავთ 4 ხეობაა თქვენს წინო. ერთი ხეობა ის არის, საიდანაც მე ამოგიყვანეთო. მე ეხლაოს ფარულად თქვენ რო არ იცოდით, ყველანი რო ამოვედით, მივეცი ბრძანება და ეს ბოლო ნიჩბისის ხეობა გადავაკეტინეო. ანუ უკან ვეღარ წახვალთო. და აი თუ მოგენატრება თქვენი ცოლშვილი და ვიცი რომ ყველას ცოცხალი გინდა დაბრუნდეთ სახშიო. მხოლოდ აი მტერი სადაც დგა ამ 4 ხეობიდან ერთ-ერთიდან უნდა დაბრუნდეთ. ეგრე რომ იმისთვის რომ სახში დაბრუნდეთ ცოცხლები, აი ეს ხალხი უნდა დაუხოცოთო, სხვა ვარიანტი, ანუ უკან დასახევი გზა არა გვაქვს, მაგას ნიშნავს. აი უკან დასახევი გზა მოჭრილიო. ხო და აბა თქვენ იცითო და მართლაც ბავშვებო დაიწყო ომი, მაგრამ ეხლა ყველაზე მთავარი. ამღამ დავით აღმაშენებელს ასეთი აზრი გაუჩნდა, რომ 200 კაცი მჭირდებაო, ოღონდ ყველაზე ერთგულები და ყველაზე ძლიერები და ყველაზე მორწმუნე ხალხიო. გაუკვირდათ კაცო, მორწმუნე აქ რა შუაშიაო, აქ ომიაო, მაგრამ დავით აღმაშენებელს გაცილებით უფრო ბრძნული რა მქონდა მოფიქრებული. თურმე იმიტომ უთხრა მორწმუნეები, რომ მორწმუნეებს ბავშვებო ყველაზე მეტად სწამთ, რომ სიკვდილი არ არსებობს. რომ უნდოდა 200 ისეთი კაცი, რომელიც ცოცხლები ვეღარ დაბრუნდებოდნენ ომიდან და ვისაც მართლა სწამდა, რომ სიკვდილი არ არსებობს, აი ისინი უნდოდა. ვინც ნამდვილად შეეწირებოდნენ, წინასწარ რო წავიდოდნენ, ნეცოდინებოდათ, რომ იმ ბრძოლიდან ვეღარ დაბრუნდებოდნენ. ნახეთ რა საოცრება. მე სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სადაც ამ გაკვეთილს ვატარებ ხოლმე, ბავშვებში ჩავატარებ ხოლმე გამოკითხვას, აბა ამ 200 კაცი ვინ ჩაეწერებოდა ამ ჯგუფიდან მეთქი და ღვთის მადლით, აიდე, ყველანი წევენ ჩავეწეოდი, მე ეს რას ნიშნავს, იცი? თუ არ გაქვს რწმენა და ცოდნა იმისა, რომ სული უყდავი და დაუსრულებელია, რომ შენ წარსდგები უფლის წინაშე და არაფერი აქ საშიში არ არის, და მაინც ყველა უნდა წარსდგეთ. და შენ თუ აღსარებით, ზიარებით და სამშობლოსთვის ბრძოლი და ქრისტეს მხედრად წახვალ ამ ქვეყნიდან, გარანტირებული გაქვს 64. აი ამ წმენის 200 კაცი სჭირდებოდა დავით აღმაშენებელს და როგორ მოაგროვა ეს 200 კაცი, ეგ არის გასაიდუმლოებული.
ვინ არის ამ 200 კაცში სამწუხაროდ არც სახელები ვიცით, არც გვარები. მაგრამ ვიცით ასეთი რამ. ომის დაწყების წინ ჯერ დრო არ იყო, თქვა სიტყვაზე ომი უნდა დაწყებულიყო 12 საათი და 12-ს რო აკლია 15 წუთი 200 კაცი ხელაწეული ქართველები წავიდნენ ტრისკენ. ერმა თქვა, აი ხო გითხარითო, ხმაურით დავამარცხეთ, ესე იგი დაგონებდნენო. გამოუშვით ძანეს და გაიწივნენ შუაში ჯარი და ეს ხელაწეული 200 ქართველი მიდის და ისინი დაგწინიან, უდიერად გვიხსენებენ, ეი თქვენ ლაჩრებო, თქვენ ესეთებო, თქვენ და უკვე იფიქრეს რომ მოვიგეთ ომი, ზოგმა სმა დაიწყო, ზოგმა წამოწვა, ზოგმა იქ იარაღები დაუშვა რაღაცა და თურმე აქ სხვა რამე იყო ჩაფიქრებული. ქართველები ძალიან ესე იგი გაწაფულნი ვიყავით მჭედლობაში. მჭედლობა რა არის, რკინას რო დაამუშავებ. ხო და ქართველები თვითონ ამზადებდით საბრძოლო იარაღებს. და ერთ-ერთი ასეთი საბრძოლო იარაღი ქონდა, ზედმეტი სახელი ქონდა ფრანგულა. ფრანგებთან არანაირი კავშირი არ აქვს ფრანგულას, მაგრამ რავი ესე ქვია. თურმე ბავშვებო, ეს ხმალი ხო არის ამხელა. აი ესე იღუნებოდა, აი ფრანგულა. ერთადერთი იარაღი იყო, რომ ასე იღუნებოდა და არ ტყდებოდა, მერე გაასწორებ. აი ესე მოღუნავდი, გაუშვებდი, გასწორდებოდა. ხო და თურმე ამ ქართველმა 200-მა კაცმა მეფის ბრძანებით ამ ჯოხის შიგნით ეს ფრანგულები მოჭერილი აქვთ ქამრის ნაცვლად, ზემოდან ჩოხა აქვთ გადაფარებული და მიდიან. იმათ გონიათ რომ დაუნებდით და როდესაც მტრის შუა რაზმამდე მიაღწიეს, ერთი უფროსი ყავდათ, რაზმის 200 კაცის უფროსი და გასცა ბრძანება, აბა ქართველებო, აბა თქვენი მარჯვენის ჭირიმე, შევიწიოთ ღმერთი და დავერიოთო და დაიხსნეს 200-ვემ და დაერივნა და ეხლა უყურეთ, იმათ ხო ფარიდან მახვილი არ აქვთ მომარჯვებული. და ამიტომ მოკლა ერთი, მოკლა მეორე, მოკლა მესამე, ზოგი წამოწოლი და ვერ გაიგეს რა ხდება. არევა დარევა დაიწყო რაზმში. იმიტომ რომ მაშინ ხო არ იყო კამერები, მაშინ ხო არ იყო ტელეფონები, მაშინ არ იყო დრონები, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად დაენახა და შიგა არეულობა მოხდა და დავითი ხო ელოდებოდა ამას. და უკვე რო არეულობა დაიწყო, თავის ძეს დამიანეს უბრძანა, რომ შენი რაზმით მარჯვნიდან დაარტყიო. მეორეს მერე ცოტა ხანში მარცხნიდან და ბოლოს ამ არეულობისა თვითონ დაარტყა დავითმა და მოკლედ ისეთი არეულობა ატყდა მტის რაზმში, რომ 1000-ობით რაზმა ერთმანეთი გადათელა. მაგრამ იმიდის ჩვენი ძალიან დიდი უპირატესობით ომით, მაგრამ ბავშვებო 600,000 წარმოიდგინეთ. ჩვენ კიდე 65,000. ეს ხელი ხო დაიღლება, როდემდე მოკლავ, 10 მოკლავ, 20 მოკლავ, მაგრამ ხელი ხო გეღლება, წყალი გწყურდება, მაინც იღლები და ის უკან რაზმები რო იყვნენ, ისინი ხო ხელი არ გაუტოკებიათ, დასვენებულები. და უცბად დავით აღმაშენებელმა შეამჩნია, რომ ქართულთა ლაშქარი დაიღალა. რა გააკეთოს დავით მეფემ და ჩაასო მიწაში ხმალი და დაიწყო ლოცვა. და ღმერთს თხოვა, რომ ღმერთო შენ თუ არ დაგვეხმარე, არაფერი არ გამოვაო და აი ამ დროს მოხდა არნახული რამ. გაიხსნა ზეცა და წმინდა გიორგი თეთრი ცხენით, ოღონდ ლანდი კი არა, ნამდვილი წმინდა გიორგი, უფლისთვის მარიამ ძნელია ნამდვილი წმინდა გიორგი რო გამოგზავნოს, უფლის ხელში არა ვართ ყველა, ნამდვილი წმინდა გიორგი, ცოცხალი ხორჩესხმული, მებრძოლი, ახალგაზრდა, წვერულმაშიც არა. დააკვირდით წმინდა გიორგის ხატებზე რო გამოსახავენ, წვერიც არა აქვს. ისეთი ახალგაზრდა იყო და თან წარმოიდგინეს ეციდან გამოგზავნილი უფლის ნაკურთხი მხედარი რა იქნებოდა. და მემატიანეში წერილები წერია, რომ თვითმხილველი ქართველები იყვნენ, ვინც წმინდა გიორგი ახლოდან დაინახეს. თან როგორ მომხდარა, იცი, შემაღლებულ ბორცვს იბრძოდა წმინდა გიორგი, რომ ქართველებს დაენახათ და ამით ძალა მოსცემოდათ. და მართლაც ქართულ ჯარში ასეთი, ესე იგი, შეძახილები გაჩნდა. ბიჭებო, წმინდა გიორგი იბრძვის, ჩვენ წმინდა გიორგი და რა თქმა უნდა დაბილობა მოიხსნა და ქართველებმა წინვალეთ გაიმარჯვეს. ეს იყო არნახული გამარჯვება. ამის შემდეგ დავით აღმაშენებელმა
აიღო დედაქალაქი თბილისი, მერე აიღო რუსთავის ციხე, მერე ჩაყვა იქიდან ერევანიც გაანთავისუფლა, სასონხეთი, ანისის ციხე აიღო და მოკლედ გააერთიანა საქართველო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდეს. ეს ნიშნავს კავკასიის გაერთიანებას. აი როცა ილია ჭავჭავაძე თავის ნაწარმოებში ამბობს ხოლმე საქართველოზე რას მისტირის და რა უნდა, კი არ ამბობს საქართველოს ერთიანება მინდაო. ილია ჭავჭავაძე იძახის კავკასიის გაერთიანება მინდაო. ანუ დავით აღმაშენებლის საზღვრებში რო აღდგეს საქართველო. აი ამას ნიშნავს კავკასიის გაერთიანება ქართული მეფის ხელმძღვანელობით და წინასწარმეტყველებაში ზუსტად ეს არის მოცემული, რომ საქართველოს ზუსტად ამაზე გაცილებით დიდად კიდე გაფართოვდება და გაერთიანდება. ეხლა მოდი ვთქვათ, ესე იგი, როგორი იყო პიროვნული დავით აღმაშენებელი. პირველ რიგში, რითაც ამ წარმატებას მიაღწია, ის იყო უდიდესი მლოცველი. მას ძალიან უყვარდა კითხვა წიგნების და ასე ამბობს მემატიანე, რომ ომებშიც კიო ბიბლიოთეკა თან დახქონდაო. ნადირობის დროსაც ნანა მასწავლებელო, ნადირობა ოღონდ ერთდღიანი კი არ იყო, მაშინ იყო ერთთვიანი, ორთვიანი ნადირობები, რომ მიდიოდა, ანუ თან მიჰქონდა თურმე რამოდენიმე ცხენზე და აქლემზე გადაკიდებული ბიბლიოთეკა. და ხან რომელ წიგნს კითხულობდა, ხან რომელს განსაკუთრებით უყვარდა სამოციქულოს კითხვა, განსაკუთრებით უყვარდა ბიბლიის კითხვა, სახარების კითხვა, წმინდა წერილების კითხვა. ასეც კი წერია მემატიანეში, რომ ეს ერთხელ ისე გაიტაცა წიგნის კითხვამო, რომ კინაღა მომიწააგო. ანუ ვერ უბედავდნენ და რომ კითხულობდა ომს, რომ რა გავაკეთოთო და ბოლომდე დააცადეს რა და რომ ბოლომდე ილოცაო, მე უთხეს რა ვქნათო და აი შიშულა ხმალი და ის ომიც მოიგო. აი ესეთი სასწაული მეფე ყავდა, ჩემო ძვირფასებო და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი საქართველოს დედა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი შერაცხა წმინდანად და უფრო ალბათ იმიტომ, რომ სიკვდილის წინ მან ერთი ასეთი ნაშრომი დაგვიტოვა. ძალიან მაღალმხატვრული, ძალიან მაღალი სულიერი ღირებულებების ნაწარმოები, რომელსაც ქვია გალობანი სინანულისანი. ანუ ეს კი არ ტრაბახობდა, ნახე რა მაგარი ქვეყანა შევკარი, ნახე რა მაგარი ვარ, ნახე ეს პიროდა თავის ცოდვებზე. ერს კლავდა თუ ჩვენ მოღალატე ქართველებს ჯიდა, ამის გამოც ტიროდა თურმე. ჩაიკეტებოდა თავისთვის ოთახში და ვერავინ ვერ შებედავდა მეფესთან მისვლა და მემატიანე წერს, რომ ღრიალის ხმა გამოდიოდაო. ესე იგი ნამდვილი ქრისტიანი იყო, აი ვეფხის ტყაოსანი იყო ნამდვილი და ასეთი გულიანი ქართველი და ბოლოს ჩემო ძვირფასებო, ასეთი ანდერძი დაგვიტოვა. ძალიან მოკრძალ. მე ორი ანდერძის თქმა მიყვამს ხოლმე. ერთი პატარა ანდერძი, მეორე დიდი ანდერძი. ეხლა გეტყვით პატარა ანდერძი. მე ჩემებურად ესე ვარქმევ. პატარა ანდერძი ასეთი თქვა. ხო, მე როგორც უღირსიო და ყველაზე ცოდვილიო, ტაძრის, გელათის ტაძრის შესასვლელში დამკრძალეთო. ესე იგი გელათის ტაძარი ყველაზე დიდი ტაძარია, რაც მის დროს აშენდა, იქ აკადემიები აშენდა, სასწავლებლები უამრავი. ხო და რა თქმა უნდა, ეს იყო ცენტრალური ტაძარი. აი დღეს არის სამება, სვეტიცხოველი ჩვენთვის, მაშინ ასეთივე ცენტრი იყო დასავლეთ საქართველოში, გელათის ტაძარი და შესასვლელში დამკრძალეთო, მოკრძალებულად. ხო და მე იცით რომ გადაღებებზე ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო და მე და ზვიად მასწავლებელი მივედით, სოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი არის მიტროპოლიტენ მუზეუმი, ასე ქვია ნიუ-იორკში. მივედით და ვიკითხეთ, რომ აი ქართველების შესახებ ვისი ამბები გაქვთ აქო. და გვითხრეს ორი მეფისო. ერთი იყო დავით აღმაშენებელი, მეორე ერეკლე მეფე. ხო და ვიკითხეთ, რომ აი დავით აღმაშენებელი რა ივითარიო რა წარმოდგენილი, რატოაო აქო და ასე გვითხრეს, რომ დავით აღმაშენებელი ჩვენთვის არის სოფლიოში ყველაზე თავმდაბალი მეფეო. რატო ჩვენ ვკითხეთ? იმიტომ რომ მარტო მან თქვაო, რომ შესასვლელში დამკრძალეთ, რომ უბრალო გამომლელმაც ფეხი დამად ბიჭესო, რომ მე მეტის ხერსი არა ვარ. ყველაზე ცოდვილი ვარ. და ეს ჩვენ ისე მოგწონსო, ვინ შემოდისო ვეუბნებითო, რომ აი ესეთი რაღაცა ისტორიული ისინი ქონდათ რა ნაშთები დავით აღმაშენებელთან. ბარემ აქვე არ დამოვიწყდეს მე ერეკლე მეფეზე კიდე ვკითხეთ, რომ ერეკლე მეფე რაღაცზე ყავთო.
იმიტომ ჩვენ ხო მაგაზე მაგარი მეფეები ყავს. ასე გითხრეს რომ ერეკლე მეფემ სოფლიოში ყველაზე მეტი ომი გადაიხადა თურმეო. ანუ ყველაზე ბევრი ომის მომსწრე მეფეაო. და თან ერეკლე მეფის დროს ყველაზე სუსტი იყო საქართველოს, თითქმის რაზმი არ ყავდა, ჯგუფი არ ყავდა და წარმოიდგინეთ სული ბრძოდა. როგორი საყვარელი მეფეა. მაგას ერეკლეს დროს მოგიყვებით უკვე და შეგაყვარებთ ამ საყვარელ მეფეს. აი ასე ჩემო ძვირფასებო და ბოლოს ერთ რამეს გეტყვით რომ დავით აღმაშენებლის ხსენება არის 8 თებერვალს. აი მე მინდა რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი დაგამახსოვრდეთ იმით, რომ თუ თქვენ შეგიყვარდათ დავით აღმაშენებელი, ერთი თხოვნა შემისრულეთ. 8 თებერვალი არ დაივიწყოთ, 8 ოქტომბერი ხო არა ვთქვი, თებერვალია. 8 თებერვალი არ დაივიწყოთ, მისი ხსენების დღე, თუ მართლა შეგიყვარდათ, წადით ამ დროს მოძებნეთ სად არის წირვა და ეზიარეთ მის სახელზე. დამიჯერეთ, ვინც ამას ყოველ წელს შეასრულებს, მთელი ცხოვრება დავით აღმაშენებელი მისი მფარველი იქნება. ეხლა უნდა გითხრათ, ჩემთვის დიდი ანდერძი რომელია? დავით აღმაშენებლის დიდი ანდერძი. ასეთი გადმოცემა არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არის გადმოცემა და არა რაღაცა ისეთი დასაბუთებული, მაგრამ მე ძალიან მიყვარს და მომწონს ეს გადმოცემა. ჩემს გულშია ჩაბეჭდილი და მეც მინდა რომ აი ჩემი განწყობა გადმოგცეთ. მოკლედ, ერთხელო გადმოცემის თანახმად დავით აღმაშენებელი შეეჭოდაო, რომ კვართი მართლა გვაქვს თუ არა სვეტი ცხოველში. ჩვენ კი ვეუბნებითო გადმოგცეს ესაო და ჩვენ შვილებს ვეუბნებით რომ იქ არის კვართი, აი ეგ არის კვართი, უკერველია, აი ესეთი სიდონია, მაგრამ ვინმეს უნახავსო? ვინმეს გაუხსნია იქო და უნახავსო? და აი ამ ეჭვიან ფიქრებში ჩასწინებია მეფეს. და თურმე ასეთი დიდი თეთრწვერიანი მოხუცი ზის ამ სვეტთან თავზე და ეუბნება. კაცრი სიტყვით და მკაცრი დავით, შენ ჩემში შეგაქეჭვიო? და გაბრაზე იცოდე გონს მოეგე, თორე ამის გამო დაისჯები შენო და ოფში გაწოწულ მეფეს გაუღვიძია. ყოფილა შუაღამე. მოუთხოვია ცხენი მარტო წასულა, იმიტომ რომ ესე იგი მეფეები ხო მარტო არ დადიოდნენ, ჯარი დაყვებოდათ და დაცვა და ის. მარტო წასულა თურმე მთელი ეს ტყეები ცხენით უნავარდია და გამთენისას მარტო მისულა სვეტი ცხოველში. რა თქმა უნდა გაუღეს კარი მაფეს, ჯერ გამთენისა 6 საათი და მისულა და ესე ჩვენ რო გულის დადება გვიყვარს, მე გულის დადება იქიდან მოვიფიქრე, მინდა გითხრათ, ეს არის დავით აღმაშენებლის გულის დადება. ასე გული დაუდია და ასე ქვითინებდა თურმე და მაპატიეო ღმერთს თხოვდა. ხო და ეს უკვე ჩემი დანამატია, რომ რო ადგა იქიდან ქართველებს დაგვიტოვა ანდერძად, რომ ეჭვი არ შეიპაროთ, რომ კვართი საქართველოში გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ზოგადად არა ვართ მტკიცებულებების ხალხი. ჩვენ ძლიერი რწმენა მოგცა ღმერთმა. აი როგორც მაგალითად საბერძნეთში ბავშვებო, ყველა წმინდანი თითქოს დამარხული არ არის და გამოღებული აქვს. აი სხვა ქვეყანაში რო ჩადიხან, გაჩვენებენ ეს წმინდანი, ეს წმინდანი, ეს წმინდანი. და ქართველებს ტრადიციაში არა გვაქვს. ჩვენ უამრავი წმინდანები გვყავს, მაგრამ ყველას მარხვავდი და რო გადმოგცეს, რომ ეს წმინდანია, უკვე გვჯერა რომ წმინდანია. შორის მინდა გითხრათ, რომ პატრიარქმა აი გამონაკლისი დაუშვა მამა გაბრიელ ურგებაძეზე. იმიტომ რომ ქართული ტრადიციის მიხედვით ჩვენ იმდენად ძლიერი გვაქვს რწმენა, რომ არ საჭიროებს ქართველი რომ შეეხოს. ჩვენ რომ გადმოგცეს უკვე წამს და გვჯერა და ასეთი ძლიერი რწმენით გადავრჩით ქართველები. ხო და ეხლა ოღონდ ეტყობა ეხლა შევსუსტით რაღაცნაირად ქართველები და ჩვენმა პატრიარქმა, დიადმა პატრიარქმა ეს გამონაკლისი შემთხვევა მიიღო, რომ მამა გაბრიელის სულები ამოვიღეთ, აღარ დაუმარხეთ და ასე დავტოვეთ ღია და მისი მოძღურის ესე იგი წმინდა ნაწილებიც ეხლა ამოღებულია, რომ გაუძლიერდეთ ეხლა რაღაცნაირად. აი ძველი რწმენა დავიბრუნოთ, რომელიც არის გადმოცემის იმდენად ძლიერი, რომ გვითხრეს და აღარ ვსაჭიროებთ შეხებას. აი ესეთი ძლიერი რწმენით მოდის საქართველო და
ესეთი ძლიერი რწმენით გაგვაძლიეროს დავით აღმაშენებელმა, რომ ამ რთულ ეპოქას და დროს, რომელიც დღეს არის საქართველოში, რაღაცნაირად ვძლიოთ, გადავიტანოთ, გადავლახოთ და წავიდეთ აღორძინების მხარეს. აბა მამა ზაქარია მინდა გითხრათ, რომ იმ კუთხიდან არის, დავით აღმაშენებლის კუთხიდან, იქიდან არის, ასე თქვათ, ბავშვობაშიც გაზრდილი და უფრო მეც გვეტყვის და უფრო ლამაზად მოგვიყვება პირადად ნახულს და გამოცდილს. დავით აღმაშენებელს იმდე ისე კარგად ისაუბრე ლექსო, რომ მე რა უნდა დავამატო და რა უნდა ვთქვა, მაგრამ მე მახარებს ის მომენტი, რომ იქ რა თქმა უნდა დავით აღმაშენებელის ოკრიბიდან ვარ მე, ანუ ოკრიბა ქვია მაგ კუთხეს. ზოგიერთ ოკრიბა ასე გონია, რომ ქვია მხოლოდ ოკრიბის სადგურს. და ის ოკრიბელი კაცის არის ის სადგური და შესაბამისად მაქედან გამომდინარე ქვია ოკრიბა. ასე რომ ადრე ოკრიბა ერქვა მაგ მხარეს, ჩვენ მხარეს და ანუ დავით აღმაშენებელის ოკრიბელი თავადი იყო, ასე თქვა, ოკრიბელი ის იყო, რა ქვია, ბაგრატიონი. და ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი ახლა მე მაგალითად რაც მაქვს, ასე თქვა, რასაც ვამბობ, ზოგიერთ ვარაუდობ ხოლმე, რომ ჩვენი სოფლები ზოგადად ეს რაც არის ოკრიბაში, საქართველოში ალბათ ყველაზე ესე წირი, ასე თქვა, შემოსავლის ადგილია. ეს ალბათ ის პერიოდი იყო, როცა ძალიან დიდი შემოსევები იყო, ძალიან დიდი ასე თქვა, დევნა იყო და ოკრიბის მხარე არის ძალიან ისეთი ჩიხი, ასე თქვა, ძალიან თაში და ისეთ ტყეში არის ეს ადგილები, რომ როგორც ვიცი მე, ასე თქვა, როგორც ვარაუდით და ასე თქვა, კიდე ცნობით არის ის, რომ ჩვენი ხალხი იყო სწორედ ის ხალხი, რომელსაც ვერ მიწუდა, შეიძლება ითქვას მთელი. ყველა ისინი, რომელიც თქვათ გაიხიზნენ ტყეში და მოხდა მათი, ასე თქვათ, დასახლება, უკვე განაშენიანება იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენ მხარეში არც ერთი სხვა, ასე თქვათ, ეროვნების ადამიანი არ ცხოვრობს გარდა ნამდვილი ჭეშმარიტი ქართველებისა და ობა ესეც რაღაც ერთგვარად ასე თქვა ფარველობა იყო დავით აღმაშენებლის მხრიდან, რომ მაგ მხარეს განსაკუთრებით ვერ ეკარებოდა მტერი და ჩემი გვარიც არის, ასე თქვა, საეკლესიო, ანუ ეკლესიის მსახურთა გვარი, მსახურების გვარია და ეს მიხარია ხოლმე და დავით აღმაშენებელი ზუსტად ამ ჩვენს მხარეში ცხოვრობდა, ჩვენი მხრის ღვინოს სვამდა, ჩვენი მხრის ხორბალს ჭამდა, ჩვენი მხრის საკვებით იკვებებოდა და ჩვენთვის განსაკუთრებით, ესე ვთქვათ, სასიხარულოა ის, რომ მეზობლები ვიყავით, ასე ვთქვათ. და ის მომენტი, რომ აი ესეთი თავმდაბალი ადამიანი იყო და გამორჩეულად თავმდაბალი ადამიანები ცხოვრობენ ოკრიბაში. ერთი მე გამოვედი ცოტა აპარტამენტი და ისინი ყველა ვინც არიან იქ ოკრიბაში, რო ჩავდივარ, სულ ყველა თავმდაბალი ადამიანია და ვსწავლობ მათგან თავმდაბლობას. ასე რომ დავით აღმაშენებელია ჩვენთვის თავმდაბლობის მაგალითი, რომ არაფერი არ შეგვიძლია თუ არა ღმერთი. არაფერი არ შეგვიძლია თუ არა სახარება და ყველასთვის მაგალითია. დანარჩენი ახლა რაც ლექსომ გესაუბრათ დავით აღმაშენებელზე, იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა, თავისი მთელი ეს ცხოვრება მიუძღვნა ქართველებს, მიუძღვნა სულისხონებას და ბოლოს ის თქვა, რომ არაფერი გამიკეთებიაო. რა ვიცი, ჩვენ ზოგჯერ ვთქვამთ და ხმამაღლა ვყვირით, ასეთები ვართ, ისეთები ვართ, იმას ვაკეთებთ, ამას ვაკეთებთ და თავარი ალბათ რაც უნდა ვისწავლოთ დავით აღმაშენებლისგან არის ის, რომ ვაკეთოთ და ყოველთვის ვაკეთოთ და ვთქვათ, რომ აი ვალდებული ვართ, რომ უნდა ვაკეთოთ. ვალდებული ვართ. და შემდეგ უკვე როგორც დაუფასდა დავით აღმაშენებელს თავისი 8 წლი და ასმაგად მე კიდე უფრო მეტად ისმადლი მოეფინა მის სულს, ეს იყო სწორედ მაგ სიმდაბლის გამო და მე შევთხოვდი დავით აღმაშენებელს, რომ მოგმადლოს სიმდაბლე, მოგმადლოს ერთმანეთის სიყვარული, მოგმადლოს სამართლიანობა
და ისეთი ქვეყნის სიყვარული, როგორც ჰქონდა მას. დანარჩენი მამო, არის ესე იგი, ეხლა მისი ნაწილები სად არის ამჟამად, როგორ ვიცით ჩვენ? ანუ მე როგორც ვიცი, შესასვლელიდან აიღეს, ხო? მე წმინდანად რო შეირაცხა, თუ როგორ არის, აი ეგ მაინტერესებს. თვითონ ტაძარში არის, ერთი საფლავი არის ტაძარში, ესე ცნობა არის, რომ საფლავი, ანუ შიგნით ტაძარში არის, მერე გადასვენებული. დიახ. ეს ნაწილები, იმიტომ რომ ის მიუხედავად რომ თქვა რომ აი იყოს შესასვლელის ჩემი ნაწილები, ეხლა გასაგებია რომ იმას ყონდა სიმდაბლე, მაგრამ ჩვენ ხო რახან დაიბარა ესე გააკეთეთო, ჩვენ ხო უნდა გავაკეთოთ, ეგრე არ არის ხდება სწორი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ სიწმინდეთა შეურაცხყოფა იქნება. ანუ ვიღაცებმა ან წარმოგიდგენიათ რომ ეხლა ვიღაცა მოვიდეს და ასე ქონდა დაბარებულია და მე ბევრჯერ მინახავს სხვათა შორის და ყოველთვის მაბრაზებდა ეგ მომენტი. ბევრჯერ ასე თქო და ესე ამაყად გადაუბიჯებიათ. ხო, ანუ ხო წარმოგიდგენიათ ეს ამხელა კადნიერება და ამხელა უვიცობა, ხო პირდაპირ თქვა რომ უვიცობა ეს რომ ანუ რა მნიშვნელობა აქვს რომელიც მინდა ხა რო თქვას რომ მე ესეთი წოდვილი ვარ რომ დამადგით ის ყველა წმინდანი გახდა იმის გამო რომ ამბობდა წოდვილი ვარ. და ასე ადამიანურად რომ მიუდგეთ ჩვენ ახლა წოდვილი იყო და მის გამო საჯებს იმსახურებს რომ წოდვილიც რო ყოფილიყო არ ქონდა უფლება რომ ფეხი დაგვედგა. თქვათ ხო? ანუ წოდვილი ყველა ვარ დიდიაში, მაგრამ ამ შემთხვევაში წმინდანზე ვლაპარაკობ, ხო? ამიტომ ეს წარმოუდგენელია რომ ეგეთ რაღაცა ყოფილიყო და გადაასვენეს კიდევ ტაძარში როგორც არის ცნობები და ნორმალურიც არის და ასეც უნდა ყოფილიყო. ახლა ფიქრობ რომ ჩვენი წინაპრები რომელსაც ამ კუთხით ძალიან დიდი განათლება ჰქონდათ და კულტურა ჰქონდათ, ამას ყველა ვარიანტში გააკეთებდნენ, იმიტომ თუ ამას არ გააკეთებდნენ, მაშინ დიდი შეცდომა იქნებოდა, რომ აი ჩვენ ახლა ვასრულოთ ანდერძი და ამით შეურაცხყოს სიწმინდე, ეგ იქნება წარმოუდგენელი, შეუსაბამო გამოდის. ამიტომ ვიცით, რომ არის გადასვენებული ტაძარში და წმინდა ადგილზე არის დასვენებული. ნუ ფეხი არავინ დაადგას და არ შეურაცხყოს. და ის ქვა, რომელიც იყო ეს ნიშნად, არის სიმდაბლისა. ის იმხელა ქვა, ახლა ყველა ვიცით, ხო, ვინც ხართ ნამყოფი, იმხელა ქვა დევს და ნუ ხა წარმოუდგენელია ამ სიმაღლე და ასეთი ზომის ადამიანი ახლა ქვა არსად არ მინახია ასეთ მიცვალებულზე, ხო? მაგრამ ნიშნად იმისა, რომ აი სიმდაბლე არის დიდი გამარჯვება, ის ქვა იმიტომ დევს იქ. სიმდაბლით ხდება დიდი გამარჯვება და ეგ არის მანდ ასე თქვა შეიძლება ითქვას ნათქვამი და გადმოცემული. ასე რომ ვისაც აქვს გონება და ვინც ქრისტიანულად ფიქრობს, ის მიხვდება, რომ რას ნიშნავს ეგ. ამაში არის ყველაზე დიდი სიბრძნე, რაც არის სიმდაბლით და სიმაღლე მიიღწევის და სიგლახაკით და სიმდიდრე. დავით აღმაშენებელი ახლა წარმოიდგინე ამერიკაში თუ ჩავიდა მისი ხმა და სოფლიო მიცის ვინ იყო და არ არსებობს სოფლიოში მსგავსი მსგავსი ხასიათის და მსგავსი ასე თქვათ ცხოვრების წესით, როგორც იყო და ნუ ახლა ყველაფერს თავი დავანებოთ მისი მეგობის პერიოდში რო აშენდა ისე მსგავსი შენებლობის მასშტაბი არ ახსოვს არც ერთ საუკუნეს. კლარუსთავი ლაცავი. საქართველო ეგვიპტე და ისა რა ქვია იერუსალიმი და ათონი და არ დარჩენია ალბათ არც ერთი ქრისტიანული კერა, მნიშვნელოვანი კერა სოფლიოში, სადაც დავით აღმაშენებელს ტაძარი არა ეგოდა, მონაზვნები არ ყოლოდა და ასე თქვა თავისი შესაწირი არ გაეკეთებინა. ესეც შეიძლება ითქვას დაუჯერებელია, მაგრამ დაუჯერებელია ახლა იმდენად, იმიტომ რომ ჩვენი გადასახედიდან არის დაუჯერებელი თუ არა. ეს ხო ფაქტია და ფაქტებით დასტურდება და ისტორია ამას ამბობს. აი დაუჯერებელი არის უბრალოდ ჩვენი გადასახედიდან, რომ როგორ ახერხებდა უბრალოდ წარმოგიდგენიათ, რომ როგორ ახერხებდა იმ პერიოდში, სადაც ცხენი იყავდათ მარტო და ეტლი ხო ხა მატარები იყო, თვითმფრინავი არ იყო და არაფერი, ხო ხა აი გემი შეიძლება იყო, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რომ თელ სოფლიოს იწვდა, თელ სოფლიოში ანუ ყველგან აშენებდა ტაძრებს. ყველგან სამონაზო ცხოვრებას ამკვიდრებდა და
ანუ არ არსებობდა ადგილი, სადაც არ მიწვდა. ეს ხო არის აი საოცრება, რომ აი რა როგორ შეძლო ქვეყნის ესეთი ასე თქვათ კაცამტვერებული ქვეყნის ფეხზე დაყენება, აღშენებლობა და თავის ქვეყნის აღშენებლობას რომელშედა გაერთიანებას დაიწყო სხვა ქვეყნებში ტაძრების და მონასტრების შენება. უბრალოდ წარმოუდგენელია, მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ფაქტია, ხო? ფაქტია, რომ ესეა და ზუსტად იქიდან გამომდინარეა შედეგი, რომ ის არასოდეს არ მიაწერდა საკუთარ თავს ამას და ბავშვობიდანვე იყო მასში ეს დიდი ნიჭი, რომ ასე თქვათ ის იყო იარაღი ის ხელში, ის იარაღი, რომელმაც მოახდინა ყველანაირი სასწაული და ძლევა ის საკვირველი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმიტომ რომ საოცრება იყო მისი ღირსებობა და ჩვენ ალბათ უფრო მეტად უნდა ვცდილობდეთ, არ ვიცი რა არის მიზეზი, ხა ჩვენ ერთმანეთში ვიცით ეგ, მაგრამ პოპულარიზაცია ზოგადად მსოფლიო მასშტაბით უნდა იყოს უფრო მაღალ დონეზე და პროპაგანდა, მოდი ასე ვთქვათ, ახლა თანამედროვე სიტყვა რო ვთქვათ, რომ ყველამ გაიგოს, რომ ესეთი ადამიანი, ზოგადად ესეთი მეფე არსებობდა, რომელმაც შეძლო შეუძლებელი. შეუძლებელი შეძლო, ხო? დღეს როგორც გვიკვირს ჩვენ თქვათ ის მომენტი, რომ პირამიდები როგორ აშენდა მისი ზოგადად აი ესეთი საკვირველია ზუსტად დავითის აღმაშენებლის ცხოვრება და შეიძლება მეტადაც კიდე რა. მაგრამ ამაშია ზუსტად საქმე, რომ კაცთაგან შეუძლებელი და გაუაზრებელი ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია და ეს არის დავით აღმაშენებელი როგორც პიროვნება და როგორც ფენომენი და საოცრება და ვფიქრობ, რომ ალბათ დღეს თუ საქართველოს არსებობს კიდე, ანუ დავით აღმაშენებელი არანებებს წერს. მე დარწმუნებული ვარ ამაში 100%-ით, რომ დავით აღმაშენებელი არანებებს საქართველოს დედაღვთისმშობელთან და წმინდა გიორგთან, წმინდა ნინოსთან და სხვა 100,000 მოწამესთან და ასე შემდეგ, რომელიც ხშირად მithქვავს, რომ ჩვენ გვყავს იმხელა, ასე თქვა, დასი სასუფეველში ქართველებს, რომ რავი, ეხა ერთი ქართველი რო დარჩეს, ქრისტიანი ერთი, ჩემი აზრით ერთი. მე თან უკრას ეს, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ერთიც რო დარჩეს, საქართველოს იარსებობს. იმიტომ რომ მათ ხელში ეს ყველაფერი და თული ეს გააგებინო უცხოელს თუ ვიღაცა ისეც, რომელსაც ვერ დააჯერებ ახლა მას თუ ფაქტებით არ უხევი და ფაქტები არ აჩვენებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფაქტები გვაქვს და მით ვლაპარაკობთ და არ ვლაპარაკობთ ზღაპარს. ზღაპრებს არ ყვებით. ყვებით სინამდვილეს. ეს არის ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა. რომ შენ ქართველო, როცა დავით აღმაშენებელზე ლაპარაკობ და თქვა საგეგმელოს ამბობ თუ დიდგორზე რო ხარ, ხო, იქ სხვა განცდა უნდა ქონდეს, ხო? აი ჩვენ ბავშვებს როგორი განცდა ქონდა დიდგორზე რო იყვნენ, ტიროდნენ, რას ამბობდნენ, აი მახსოვს იქ ჩვენი გოგოების ემოციები, რომ ისი რა ის თქოს ისეთ წარმოდგენა მქონდა, მეც იქ ვიბრძოდი. რატო? იმიტომ რომ გულით მივიდა, იმ განცდით, იმ ცოდნით, იმ რა შემეცნებით იქ რომ ვინ არის დავით აღმაშენებელი, ის გაიაზრა და აი რა მოხდა, იქ ის გაიაზრა და აი თანამონაწილე გახდა შინაგანად, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი და ამის გააზრება, რომ შენ თანამონაწილე გახდი ამ ყველაფრის და ერის ცხოვრებაში კი არა. ჯარში აკრძალა ლანძღვა გინება. ჯარი რა არის, ომი და კაცები არიან მარტო და იმას ვინ დაეძებს, ეხლა მთავარია ომი მოიგო, მაგრამ არ იყო მასე. წარმოიდგინე, ჯარში მებრძოლ კაცს უფლება არ ქონდა ომის დროს შეეგინა. და თუ ამას გაიგებდა, რომ ვიღაცა როგორ სჯიდა, იცი? ლუკა დააყენებდა ესე მთელ ჯარს გამოიყვანდა და ვისაც გაიგო, რომ გინება წამოხსდა. წამოწდენაზე ახლა. გამოიყვანდა ქალის ფორმითო, დაუკვირდით. კაცს გამოიყვანდა ქალის ფორმით, სამასხარაოდ გაუხდიდა თავს, წაუკითხავდა განთავისუფლების აქტს და ის ჯარში ვეღარ დაბრუნდებოდა და ყველა სიცილით ესე თავის მოჭრით, რომ სხვას აღარ გაემეორებინა და დღეს რა ხდება? ხალხო სკოლის მოსწავლეები, მეხუთე, მეშვიდე, მერვე კლასის ბიჭები და გოგოებიც უკვე ისეთი სიტყვებით ილანძღებიან, რომ აი მართლა ეს არის ალბათ მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ანდერძი უნდა შემოვიღოთ, რომ დავით აღმაშენებლის ანდერძი, რომ აი დაანებეთ ამ ლანძღვა გინებას და უძდელოს და უხამსი და ესინ არასწორი სიტყვებით საუბარს. ესეც ალბათ ანდერძია ერთგვარი და მე მინდა რომ უბრალოდ ყველა მარიცის და
ჩვენ ხო ბანაკებს ვაკეთებთ ხოლმე ჩემო ძვირფასო მარიამ და ერთ-ერთი ბანაკი 2-3 დღიან ბანაკებს ვაკეთებთ ხოლმე და ერთ-ერთი ბანაკი ჩვენ გაკეთებული გვაქვს დიდგორში, აი ნიჩბისში გივი მასწავლებელი ასლამაზიშვილი არის ნიჩბისის სკოლის დირექტორი, მისი ორგანიზებით ოლიკოს სახში და მამა ზაქარიას ინიციატივით დაახლოებით ერთი ალბათ 40 კაცამდე მაინც ვიყავით და არაჩვეულებრივ შთამბეჭდავი ფილმი გვაქვს ამაზე და მე აუცილებლად გაყურებინებთ ერთ-ერთი ალბათ მნიშვნელოვანი რაც ჩვენ სამშობლოს მცოდნეობას გაუგეთებია და გივი მასწავლებელს ჩვენ მინდა რომ გივი მასწავლებელო თქვენ ბრძანეთ თქვენი ემოციაც გაგვიზიარო და გივი მასწავლებელს ვეძახით ჩვენ დიდგორელს გივი დიდგორელი შევარქვით იმიტომ რომ ეს არის მართლა არა მარტო ამ ხეობაში აი მცხეთანიჩბისის ხეობაში საყვარელი კაცი მთელ გარშემო სკოლებს ყველა დირექტორის მეგობარი ყველა კარგი მასწავლებლის მეგობარი თან კარგი მეღვინე კარგი ისტორიკოსი და კარგი მეგობარი რა და კარგი ქართველი და იმიტომაც შევარქვით დიდგორელი და ბოლო სიტყვა გივი დიდგორელმა გვიტანეს. საღამო მშვიდობის მოგილოცავთ ქართველთა განმანათლებლის 20 ქულთა სწორის მიდენოს ხსენების დღეს ღმერთმა მშვიდობით და ერთიანობით დაგვასწავს. ამით. მე იმდენი რამე ისაუბრეთ აღმაშენებელზე ჩემთვის აღმაშენებელი იდეალი არის. სადაც მიხერხდება ხოლმე პატარა აუდიენციას ნახავ ყველგან საუბრობ აღმაშენებელზე და დიდგორზე. გუშინ ლექსო მასწავლებლო მიმიწვიეს 133 სკოლაში. ლია ფუტკარაძესთან. ხონიზება ხოდა დილით დამირეკეს რა და ბოდიში ვიმხადეს წინადესით ვერ გაგაფრთხილეთო და თუ შეძლებ რომ მობზანდე. გადავდე ყველა საქმე და მივედი და ისეთი ბავშვები დაგვხვდნენ, აი ჩვენ რო შეხვდნენ მაშინ რამდენჯერ ვიყავით ჩვენ მაგათთან. ისეთი თბილი ბავშვები პატრიოტული თემა დადგეს. დადგმა იყო იმღერეს და აი ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ხო და მე სიტყვითაც გამოვედი რა და მოვიშველი ისე აღმაშენებელი და დიდგორის ბრძოლა და მე ვთხარი აი კიდევ ერთი დიდგორის ბრძოლა ჩასატარებელი გვაქვს მეთქი და თქვენ უნდა ჩაატაროთ მეთქი. ეს ბავშვები ისეთი კარგები ისეთი ლამაზები რომ რა ვიცი. მე ვიზახდი რომ მე მგონია ნიჩბიში მყავს მეთქი ლამაზი ბავშვები და აქ უფრო ლამაზი ბავშვები ყოფილიან მეთქი. ისე ესია მომნათ რომ რა ვიცი. ეს ძალიან პატრიოტი ადამიანია კაცო ესეთი პატრიოტულ თემებზე მუშაობს და რომ ნიჩბიში განზებას გავაკეთებ რა თქმა თუ დაუშვა მე მიამაყება რომ ნიჩბისიდან ვარ დიდგორიდან ვარ და აგრე მამა ზაქარიამ ისეთი შემართებით ისაუბრა რომ ძნელია რომ ემოციების გარეშე დავესწრე. იდეალი უნდა იყოს და ყველა კუთხეში უნდა ვისაუბროთ აღმაში ყველგან. იმიტომ რომ თავის დროზე არ დაუფასდა ადამიანს მოგვიანებით უწოდა ხალხმა აღმაშენებელი, მაგრამ სივარცხლის თქმელი და საქმის გავკეთებელი ეხლამდე დროშიც არ მოგწოს. ფაქტი სახეზია. როცა გავა დრო და მისი საქმენი რომ მართლა მაგარი არის, მე ააღზევებენ ხოლმე ადამიანს და ესეთი იყო აღმაშენებელი. და მადლობა უფასრო ესეთი ადამიანი ყავდა და გადაგვარჩინა და დღეს ქართულად ვლაპარაკობთ ზაქარიას ავესესხების სიტყვებს. განაცვალეთ ჩვენ ერთი ჩემთვის დიდგორელი და მე ოკრიბელი. ო აბა როგორია მოდი საქმე არ გამოგვივიდეს წამოვიწყებთ თუ არა ის საქმე უნდა გამოვიდეს უფლის დაშვებით რა თქმა უნდა ხათაშორის მამა ზაქარია დიდგორში კი მოვაწყეთ ჩვენ ბანაკი მაგრამ ალბათ გელაში ცალკე მოსაწყობი გვაქვს იქ სადაც დავითის წმინდა ნაწილებია და აუცილებლად უნდა მოვაწყოთ კი ბატონო იქ ხო რამდენ ძალიან ბევრი ადგილია სადაც შეიძლება აუცილებელია ქუთაისის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ქუთაისი არ არის გელათი, გელათი ტყიბულია, ოკრიბა, ასე თქვა, მოწამეთად. მოწამეთა ხო ერთ-ერთი უნიკალური ადგილია და სიწმინდეა ბაგრატი და მიმდებარეს ბევრი ისეთი წმინდა ადგილებია და ფიქრობ რომ აუცილებელი არის იქ ერთი ბანაკის მოწყობა და
რაღაცა უნდა ვიზრუნოთ მაგ საკითხზე აუცილებლად. აი, ესეთი დავით აღმაშენებელზე საუბრისას დიდი ძალა შემოდის და რაღაც სადიდგორეთ ემზადები ადამიანი, რაღაცნაირად ბრძოლის განწყობა შემართებით ხარ და მოგცეს დავითმა ამის ძალა და შესაძლებლობა, რომ აი ესე ჩვენ წუთის სოფელში ვიბრძოლოთ ჩვენი სულიერებისთვის. გაიხარეთ თამარ, გაიხარეთ. არის ეს გოგონა მარიამ იაკობიძე რაღაც ამას რაღაცებს აკეთებს და ხო, ლამაზებს და თან კაი გარემოში მივიდა და თან თეკლა ჩაგვთო, ნახე როგორი ლამაზი გოგო ყოფილა თეკლა. ყველა ერთად უნდა ვეზიარო ცვეტი ცხოველში 13 ივლისს და მერე გვექნება დაუვიწყარი წუთები ერთად ყოფნის, რომელიც აი არასოდეს არ დაგავიწყდება და აი გულში ვგრძნობ, რომ საოცარი წუთები და 2 დღე გველის. ესე იგი მე შემეხება ამ შემთხვევაში კვირადღეა ეგ და კვირადღეს წირვა მექნება. მე თქვენ სანამ ცვეტი ცხოველში ზიარება იქნება, ფიქრობ რომ ჩემთან მორჩება წირვა და მე შემოგიერთებით მერე. კი, ასე და ო მამაო, იმიტომ რომ სანამ თქვენ არ იქნებით, ჯერ გულზე არ დაგვადებინებენ და ჯერ ვეზიარებით, დაგელოდებით და რომ ჩამოვხვდეთ, მერე დავადოთ გული ალხეინად. თუ არა და ეზოშიც იგივე ძალა ექნება, ეზოში რომ დავადოთ, იგივე ძალა ექნება. თავარი წმენა არის, წმენით, სიყვარულით და იმიტომ რომ მთელი ცხეთის მიწა სინოდის მიერ წმინდათ არის გამოცხადებული. მამაო, თუ არა ვარ სწორე, კი ბატონო. მე ვიტყვი რომ მთელი საქართველოს მიწა 100 არის წმინდად გამოცხადებული. დიდება უფას და აგე ნინო ჯამბაზიშვილმა ხო დაადო ხევსურეთში გული წმინდა მიწას. არის ხო წმინდა ნინო თქვი ეხლა. უწმინდესი იყო, უწმინდესი. ეხლა ნიკოში როდის დავადოთ წმინდა მიწას გული, მარიამ რო ყავს იქ. ნიკოში არის ძალიან მაგარი. ხო, მარიამ, კარგი ამბავი გავიხსენე, ჩემო ძვირფასო. გორში ჩვენ დიდი წარდგინება გქონდა სკოლის დირექტორები, სკოლის უნივერსიტეტში, პროფესორი ხალხიც გვესწრებოდა, მამა ბასილი, ჩვენი სამყარელი მოძღვრებით და სკოლის დირექტორებით. და გამახსენა ეხლა ჩვენმა ვეფხისტყაოსანმა ვლადიმრო, იქ ერთი დირექტორი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მე აუცილებლად მინდა სამშობლოს ცოდნეობაო და მე თვითონაც ჩავერთებიო, მეც ვასწავლიო და ვლადი გამახსენა ნიქოზის დირექტორი იყო. მართლა? ვაიმე, რა კარგია. რა სამობდა, მერე რო დავაკავშირეთ, რა სამობ, ეგრა გამახსენე, მეთქი ახალგაზრდა გოგო იყო, გამხდარი, ლამაზი გოგო. მე უბრალოდ კოორდინატი აღარა გვაქვს რა. კოორდინატი და ანუ ეხლა ყავს სხვა დირექტორი მას. და ის არის, რა ქვია, შეგვეცვალა დირექტორი და როდის იყო ეგ წარდგენა? ეგ იყო დაახლოებით 2-3 თვის წინ, მეტი არა. რამდენი ხანია შეგეცვალა? დიახ, ეგ დირექტორი ყავს ეგ იქნება, ხო. რესურს ცენტრმა აგვინთო, კი ბატონო, თანახმოვარო, ხელს შეუწყობო. ანუ არაფერი ხელს არ გვიშლის, რომ უბრალოდ ეხლა გვიანია. დაიწყო სექტემბრიდან სწავლა. ოღონ ჩვენ მანამდე რო არ გნახოთ, არ ჩაგეხუტოთ, არ არსებობს. აი აქ აუცილებლად. ხო და შენ ეხლა ქალაქში დასარჩენი გააქვს ხოლმე, აქეთ ჩამოდი ხარ თუ როგორ ახარ? დიახ. ხო, ანუ ყავს ნათესავები, ხო, თბილისში. ხო, თუ არა და ჩვენ ისეთი მეგობრები ყავს, ერთხელ რო გაგაცნობთ, მერე მოგიწევენ და ჩვენთან დაგვტოვებენ. ეგრე რომ ჩვენ მოგიწევთ, რამდენი ღონისძიება გვექნება და რა თქმა უნდა, ესე იგი გასვლითი ღონისძიებები და შენთანაც აუცილებლად ჩამოვალთ. ეგრე რომ მე მგონი უფრო ჯობია მამაო, ჩავიდეთ სექტემბერში, დავართოთ ცეცხლი და მერე რო ეს ცეცხლი აღარ ჩააქროს მარიამმა და დირექტორმა და იქ გამოჩდებიან. კაი ხალხი და აუცილებლად. მოკლედ ჩვენ მეუფესაც ძალიან გაუხარდება. ნიკოს რა შეეხება ნიკოში ახლა ესე იგი ვინ აქვს ყველაზე დიდი წმინდანი? ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარია, სადაც მეუფე ისაიას რეზიდენცია და იმ ტაძარში განისვენებს ჩვენი უდიდესი წმინდანი რაჟდერ პირველ მოწამე. არ უნდა ჩავიდეთ, არ უნდა ჩავეხუტოთ. აუცილებლად. ხო, იქ არის იქიდან უკვე საზღვარი ჩანს და ღვთის მადლით ისე ვახტანგ გორგასლის და რაჟდერ პირველის მოწამის მადლით იქამდე ვერ მოვიდნენ ეს ჩვენი მტრები.
ბუი ეშმაკს და იცავენ იქაურობას და მეუფე ისაია ხო თავისი ვაჟკაცობით და იქ მამები მყავს, მეგობრები და იქაურის ძალი მყავს, სხვათა შორის ჩემს თიქაროსანს წამოვიყვანეთ. ისა მეუფე ისაიას გალობელი იყო და ახლა უკვე ორი შვილი ყავთ ბატონო. აი რა ქვია პანდემია 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს დავწერე ჯვარი. რა კარგია. კარგით, აბა დროებით დავიშალოთ, თორე დაიწყო ფეხბურთი და ლუიზა ნერვიულობს უკვე. ლუიზა მაგარი აბა თქვენ ფეხბურთი და ჩვენ ვილოცებთ. მე არ მაინტერესებს. ვილოცებთ და ვილებ. კარგით, აბა დროებით მიყვარხართ. ნახვამდის ბავშვებო, გეფერებით ჩემო ლამაზ. ნახვამდის. ნახვამდის. ხამე მშვიდობის. ამშვიდობის.